პარლამენტის სახელმწიფოებრივად შეფასებული კომისიის მორიგი დღე მიტაცებულ პარლამენტში. დეპუტატი წულუკიანი გენერალ ხურაშვილს ტონს უწუნებს, გენერალ გოგავას კი პოსტფაქტუმ აკრიტიკებს. პარალელურად პროკურატურა საქმეზე იწყებს იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც სხდომაზე არ მიდის. ხაზარაძე ჯაფარიძის შემდეგ რიგი მესამე ირაკლი ოქრუაშვილზე. რიგი მძიმე სხდომის პარალელურად კი დღეს აქცია დაანონსდა, ეს მაშინ როცა კითხვებს პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა პასუხობდა. ის შეძახილებით გააცილეს შენობიდან გამოსვლის დროს მომიტინგეები რეჟისორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხაინდრავამ აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. ამ წუთებში ოცნების კომისიის კითხვებს ირაკლი ბათიაშვილი პასუხობს, რიგში ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი ვოლსკია. ჩვენ ცოტა ხანში ვრცლად გიამბობთ, რა მიზანი აქვს ოცნებას ამ კომისიის მუშაობით, რომლის მანდატიც გაფართოვდა, მანამდე გიორგი კვიჟინაძე გვერდდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. თამარ თეუნა ოცნების ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, თქვენ ხედავთ აქ ადამიანებს, ასევე მობილიზებულია ტრადიციულად როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ისინი განლაგებულები არიან პარლამენტის უკანა შესასვლელთან. იქამდე სანამ ჩვენ გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, რომლებიც მოვიდნენ იმისათვის, რომ გააპროტესტონ ოლიგარქი ივანიშვილის პარტიის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობა, რომელიც არათუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ამას ფუთავს ქართული ოცნება და ოლიგარქის პარტია, არამედ პირიქით აზიანებს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და წულუკიანის მეთაურობით ქართული ოცნება ახლა ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ამას საზოგადოების წევრები და აქციის მონაწილეები აცხადებენ. მას შემდეგ რაც ზაზა გოგავას გამოკითხვა დასრულდა, ასე რომ თქვა, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე, სადაც საკმაოდ უხეშად მიმართავდნენ გენერალს პოლიტიკოსები ქართული ოცნებიდან. აქ ამის შემდეგ მოვიდა საგამოძიებო კომისიაზე, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე უკვე გოგა ხაინდრავა და როდესაც დატოვა მან საკანონმდებლო ორგანო, ის უკანა შესასვლელიდან გამოვიდა, როგორც ჩანს, სპეციალურად იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოეწვია. აქ მოქალაქეები მას დახვდნენ შეძახილებით მონებო მოღალატე რუსო, რა დროსაც გოგა ხაინდრავამ აქ შეკრებილ ახალგაზრდებს აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. მოდით ვნახოთ ეს კადრები ახლა პირდაპირ ეთერში. Mona! ჩვენ გავესაუბრებით ახლა აქციის მონაწილეებს, მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც მოვიდნენ იმისათვის, რომ გააპროტესტონ რუსული რეჟიმის ქმედებები, როდესაც აზიანებს ქართული ოცნება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ხომ, დავით, მოგესალმებით, დავით სეხნიაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. მაშინ, როდესაც ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს ამ ომთან დაკავშირებით და სრულად არის გამართლებული ქართული სამხედროების მოქმედებები, ახლა ჩვენ ხედავთ, რომ მოიცა პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ ახლა აქციის მონაწილეებთან, როგორც ჩანს, ისინი პარლამენტის უკანა მხარეს მთლიანად იკავებენ და აქციის მონაწილეებს კედელთან მიახლოების შესაძლებლობასაც არ აძლევენ. თუ არ ვცდები, ახლა აქ პოლიციის წარმომადგენლების განლაგება მოხდება პარლამენტის შენობის უკანა მხარეს მთლიანად, ამ კედელთან და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ გზის სავალი ნაწილი არა, ეს არის ტროტუარი, რომ ამ ტროტუარიდანაც გადავიდნენ მოქალაქეები. ამ შემთხვევაში მოუწევთ მათ, რომ გზის სავალი ნაწილი გადაკეტონ, ანუ როგორც ჩანს, პოლიცია თავად უწყობს აქციის მონაწილეებს ხელს იმაში, რომ გზის სავალი ნაწილი იქნას გადაკეტილი და მე არ არის გამორიცხული, რომ ოლიგარქი ივანიშვილის პოლიციამ მათ დაუწეროს ადმინისტრაციული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და შემდგომში უკვე სასამართლოში დაიბარონ ეს ადამიანები. არადა, როგორც უკვე აღნიშნეთ, თვითონ მოუწოდებენ პოლიციელები, რომ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ აქციის მონაწილეები. დავით სეხნიაშვილთან გავაგრძელებ საუბარს. დავით, ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილება არსებობს, სადაც სრულად არის გამართლებული ქართული სამხედროების მოქმედებები 2008 წლის აგვისტოს ომში და დადგენილია
არის ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის დანაშაული 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა რას ემსახურება ოლიგარქის პარტიის აი ეს ვითომ საგამოძიებო? პირველ რიგში მოგესალმებით, ვიცი ევანიშვილმა წინა საარჩევნო პერიოდში დაანონსა, რომ ჩვენ ბოდიშს მოუხდით რუსებს და ამას აკეთებს ეს ეგრეთ წოდებული კომისიის სახელით, ხო? არ არის ეს კომისია იმისთვის, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დანაშაულები გამოიძიოს, ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ საქართველოს დანაშაულო ნომის დაწყებაში და თავის მოღალატეობა კიდევ ერთხელ გააფორმონ, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენელი გენერლებს აყენებს შეურაცხყოფას, ხო? ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, ყოველდღე უნდა შევიკრიბოთ, მათ შორის ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად, იმისთვის რომ ჩვენ ქვეყანაში არ რუსეთმა უფრო მეტად არ მოიკიდოს ფეხი, ხო? ან ყოველდღე ვიკრიბებით, მაგრამ უფრო და უფრო მეტ მიზეზს გვაძლევენ გარეთ გამოსასვლელად და არ მესმის როგორ შეიძლება დღეს ადამიანი ცხოვრობდეს ისე, რომ არ აწუხებდეს ნამუსი, რომ ერთხელაც არ გამოსულა ამ პროცესების განმავლობაში გარეთ, მით უმეტეს როცა ხედავთ, რომ რეალური საფრთხე არის იმისი, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ საქართველოს დაადანაშაულოს თავის ტერიტორიაში ომის დაწყებაში, ხო? 2008 წელს ომი აქ საქართველოს არ დაუწყია და ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ ყავს დამნაშავე გენერლები ან ხო ასე შემდეგ. აი დავით, თუნდაც ასე იყოს და აი მივყვეთ ოლიგარქი ივანიშვილის პარტიის და რუსულ პროპაგანდას, ხო, რომ თითქოს ომი დაიწყო საქართველოს, ხო? მაშინ როდესაც არსებობს სასამართლოების გადაწყვეტილება და მთელი ცივილიზებული დასავლური სამყარო აღიარებს იმას, რომ ამ ომში დამნაშავე არის რუსეთი და ახლა აი ასეთ ნაბიჯებს დგავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეს როგორ შეიძლება შედიოდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში? ჩვენ ქართული პოლიციის წარმომადგენლებთან არიან აქციის მონაწილეები და არის სავარაუდოდ დაპირისპირება და მოდით გადავინაცვლოთ აქეთ ახლა და მოусმინოთ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელების დიალოგს. ფარკაში შენ ჩაიხედე რას გავხარ? Ვიცინას მონებო! არა, რუსები ხართ რა! რუსები ბებია შენი! გარეწოლებო! მაგონში თქვენ არ გიბრძოლიათ! გასამართლად გიბრძოლიათ არ გიბრძოლიათ! ჩემი ძმაონში! თქვენ ხედავდით პირდაპირ ეთერში ეს იყო ვარშა სირაძის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, რომელიც შევიდა კომუნიკაციაში აქციის მონაწილეებთან. ახლა აქ მოქალაქეები უხსნიან და ესაუბრებიან პოლიციელებს იმაზე, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი და არა საქართველო და მათ შორის შესაძლოა აქ მდგომი პოლიციელები, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შესაძლოა მონაწილეობდნენ კიდეც ამ ომში და ისინი კარგად უნდა ხვდებოდნენ და არჩევდნენ ვინ არის მტერი, ვინ არის აგრესორი. მოკლედ ასეთია ახლა სიტუაცია პარლამენტის უკან მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, პარალელურად კი შიგნით მიმდინარეობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია და ჩვენ ვნახეთ თეა წულუკიანი და ქართული ოცნების სხვა ვითომ დეპუტატები როგორ ესაუბრებიან გენერლებს რატონით და როგორ აყენებენ მათ შეურაცხყოფას და ეს კომისია შეფასდა როგორც ქვეყნისთვის ძირ გამომთხრელი და რუსული საქმის შემსრულებელი კომისია.